ამ ხელა წარმოებაში ხელფასი იმდენი გვაქვს რომ ბანკის ვალებს ვერ ავდივართ და შივრები გყავს ცოლშვილი აქამის არის მოსაგები რამდენი წელია გვაქვს იანვარი მოვა იანვარში იქნება თებერვალში იქნება 4-5 წელია 9 წელია გვაქვს რამდენი წელია რაც კომპანიაში ხართ ხელფასი რამდენი გაქვთ ძალიან ბევრი ძალიან დიდი მადლობა რა ძალიან დიდი მადლობა ჩვენ უნდა ვიმუშაოთ 8 წელი ალბათ თქვენ რო გაქვთ იმდენი ხელფასი თვეში აბა რამდენი იმდეს აიღე ვერ გამიგია რატო უნდა იყოს ეს პოლიტიზების თემა ვერაფრით ვერ თუ არ არის მაშინ ეს არის პროტესტი ვესაუბრები ჩემი თანამშრომლებს ბატონოგია გაიფიცა თქვენთან არ მაინტერესებს საუბარი მე რატო იკავებ თავს რა გადაიღონა ამათ კაცო ცალკე მივცემ რატო ცალკე ჩვენთან ერთად ვერ გავი მაშანტაჟებთ ამ თვითონ არა აბა რა თქმა უნდა რატო არ გინდა ჩვენ და არ გვაქვს დასამართლებელი თქვენთან სალაპარაკო ტელევიზია რა თქმა უნდა ჩვენ გვინდა ჩვენთან ლაპარაკი დაფიქსირეთ ყველაფერი ჩაწერეთ რა უნდა დაფიქსირე რა ყველაფერი გამომძიებლები ხართ თუ რა უბრალოდ შრომელები ვართ მუშებები და მომისმენთ ამ დღეში რატო ვართ ამ დღეში რატო აი გველაპარაკეთ აგერე კაცო რატო კვაფიჯობ შიგნით შევიდეთ იმაში შემოვიდო შიგნით კლუბში შევიდეთ მაგრამ ტელევიზიასთან შევიდეთ ბატონო არა შევიდეთ კლუბში მაგრამ აგერ შევიდეთ გამოდი მოდი ერთი წამით საქმეში რატო მოდი ერთი წამით რა ხوانდა რატო ეშინიათ ამ ტელევიზიასთან არ მინდა რა ესესაც აიღე რა ესე რა მოსათმელი რა გაქვს გითხარი გამიხსენე რა გაქვს სამართლობას მეთმენდით გვაქვს დაანცოთ სამართლებად ხელფასები არგონად გვატყვილებენ სულ 5 წელია გაორმაგდა ხელფასები სვენანახევარი რომ ვიმუშაო სვენანახევარი აზრი არა აქვს რა გასმით თქვენა ვისთვის გაორმაგდა ხელფასი მომისმენთ ერთი წამით კომპანიისთვის ალბათ გაორმაგდა ჩვენ კომპანიის აბა მე გეუბნებით მუშერზე არა კაპიტი არ მოყვანდა შეიძლება ყველია გაქვე გეუბნებით მუშერზე რამდენი წელია რაც თქვენ აქ ახლა ბოლო 5 წლის განმავლობაში გაორმაგდა ხელფასები. სუტყვილია ეგ როგორ? საშუალო ხელფასი, საშუალო დარიცხული ხელფასი. გაქვთ ეს 650 ლარი. დიდი მადლობა. აბა 650 ლარი? საშუალო დარიცხული ბანკიდან ჩემი ამონაწილე. საშუალო სამაგიეროდ, როდესაც რაღაცა იყო საჭირო სამართყოფოსთან და ექიმთან მიმართებაში, როდესმე უკან დაგვიხევია? შარშან ბავშვი გამიხდა 25000 ლარი დამუშდა ბავშვის კუნალობა 500 ლარი დამეხმარეთ ასე იყო გეუბნების მაუ რა უილია მაგ პულისო ჩვენ თუ არ ჩვენი კიდევ ერთხელ გეუბნები რა რომ ჩვენ გეგმავთ იანვრიდან ხელფასების გადახება ეს არის 16 წელი მიმდინარეობს არა კიდევ ერთხელ ლევან ეხლა წელია მიმდინარეობს რამდენი სამნა ვილაპარაკოთ დღეს რა ლევანდელი ერთი წამით ლევანდელი წლის ბიუჯეტი არის გაწერილი კიდევ ერთხელ გეუბნებით რა ხელფასები სამჯერ უფრო მეტია ვიდრე ნებისმიერ დაწესებულებაში აიღე ჩვენ გავია ხელფასები სამჯერ უფრო ისედაც ჩვენ დაგეგმებული ქონდა იანვრიდან ხელფასები შედავს გეგმავდით რომ ნოემბრიდან დაგვეწყო გარკვეული ინიცირება იმისა რომ დაგვეწყო კიდევ ერთხელ გეუბნებით კვალიფიკაციის ამაღლება იმიტომ რომ შესაბამისად თუ მუშას რაც უნდა გაუზარდო ხელფასი თუ კვალიფიკაცია იგივე დარჩა შესაბამისად არასწორი მიდგომა იქნება სწორედ ამიტომ გეგმავდით რომ კვალიფიკაცია აგვემაღლებინა მუშების რომ შესაბამისად ქონოდა უფრო მეტი სტიმული რომ მათთვის ხელფასი მოგვემატებია და სწორედ იანვარი იყო ის მომენტი საიდანაც უნდა დაგვეწყო ახალი ათვლა იმიტომ რომ წლევანდელი ბიუჯეტი არის გაწერილი და ჩვენ რეალურად ეხლა რამდენიც არ უნდა დაპირებები მივცეთ ამას ნამდვილად.
მე არ ვიცი, ხა მართალი გითხრათ, ალბათ შეიძლება ზოგადი ფონიც არის ქვეყანაში ისეთი, რომ გასაგებია, რომ რაცა უნდა ხელფასი ქონდეს ადამიანს ის მუდმივად უკმაყოფილო იქნება. 6 ლარი და 98 თეთრი. სამარცხვინო ხელფასებია, სამარცხვინო ხელფასები. მეუბნეოდნენ, პირდებოდნენ, რომ წარმატება გაიზრდება ეტაპობრივად მოგემატებათ ხელფასები, მაგრამ შედეგი არაფერი არ არის. Максимум намекни 440-450 რამდენი წელია მუშაობ, რამდენჯერ მოიმატა პროდუქტი, მაგრამ ჩვენთვის არასოდეს ხელფასი არ მოუმატებიან. მარტო თავიათ ჯიბეებს შეეწყოთ ეს მომატება. მე მაქვს დღეში 10 ლარი და 20 თეთრი ანაზღაურება. 28 წელი აქ მუშაობ, ლაბორანტი ვარ. ერთ ადგილზე მუშაობ, რაც მოვედი. დღეში უნდა გადავაწყო მარტო მე ჩემცილა და 20-25 ტონა. აი ესე იმაში რო ავიღოთ რა წონაში. 25 ტონაში აი ლარსაც არ გვაძლევენ ერთი. ტონაში ლარსაც არ გვაძლევენ.